ეხლა გავამზადოთ ხორცის ოკოთინი. შემდეგნაირად ავიღოთ ხორცი, სასურველია იყოს საქონლის ხორცი, თუ არა შეიძლება ღორის ხორციც იყოს, მაგრამ უნდა იყოს რბილი სუპის ნაჭერი თუ იქნება კარგია, თუ არა და ისეთი რბილი ნაჭერი, რომელიც ადვილად შეიწვება. დავბეგოთ ეს დიდი ნაჭრები, ხორცის დიდი ნაჭერი, რომლის გადახვევა იქნება შესაძლებელი, დავბეგოთ, ამოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა. ცალკე უნდა გქონდეს გამზადებული მოშუშული ძალიან წმინდად საქონლის ხორცის ცხიმში, სასურველია. თუ ეს ღორის ხორცი არის, ღორის ხორცის ცხიმში მოშუშული ხახვი, წმინდად დაჭრილ სოკოსთან ერთად. დაუმატოთ იმასაც ცოტა მარილი გემოვნებით, პიტნა აუცილებლად რომ პიტნამ სოკოს გემო გამოგვიყოს და ეს მასა გამზადებული დავადოთ ამ გაბრტყელებულ ხორცს, დაბეგვილ ხორცს, გადავახვიოთ ეს ხორცი, კარგად დავამაგროთ, ვისი დამაგრების საშუალებაც აქვს ჩხირებით და შევწვათ ნელ ცეცხლზე ღრმა თავდახურულ ტაფაზე ორივე მხრიდან, ისე რომ გამოშუშტეს, მაგრამ არ გამოშრეს, სისველე იყვეს. ამას რომ გაამზადებ ყველაფერს, გარნირად უნდა გქონდეს მოხარშული კარტოფილი, ცერეცო უნდა მოაყაროთ მოხარშულ კარტოფილს და მწვანე ხახვი. ცალკე უნდა აიღოთ წითელი კომბოსტო, რომელსაც წმინდად გრძლად დაჭრით კარგად და ბლომად კარგად ხახვთან ერთად ჩაშუშავთ მომზადებამდე. როგორც კი უკვე დარბილდება, ცოტა მარილი უნდა, შაქარი უნდა აუცილებლად, ისეთი წიკვის შაქარი, ამას უნდა დავუმატოთ წმინდად დაჭრილი ვაშლი, ნებისმიერი ხარისხის ვაშლი, რომელიც ადვილად ჩაიშუშება. დავუმატე ამას სუნელებიდან დარიჩინი, გადაკმაზეთ და გამზადებულ ხორცს, მოხარშულ კარტოფილს მივდევით გარნილად და გემრიელად მიირთვით.